ჩვენ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, ყოველ პარასკევს უკვე ტრადიციულად მარინა ბერდის მუსიკალური ამბებით და პროტესტის მუსიკაზე უნდა ვისაუბროთ გასაგები მიზეზების გამო. მოგესალმებით მარინა. მოგესალმებით ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი არის ჩვენი. მიხარია რომ ნიკო მიმშვენებს გვერდს და პირველად არის ჩემთან აქ. თორე ჩვენ ძალიან დიდი ძველი მეგობრობა გვაკავშირებს, ჟურიშიც კი ვიყავით ერთად. მე ნიკოს პოდკასტებს უსმენ. და არ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია და მაინც მინდა დავიწყო გუშინდელი დღით, იმიტომ რომ გუშინდელმა დღემ ბევრი რამ შეგვძინა ოპტიმიზმი, შეგვძინა ის, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად მართლები და გულწრფელები არიან ახალგაზრდები. კიდევ ერთხელ დავწმუნდით პირადად, რომ ძალიან დიდი ნიჭის მატარებელია დათო დოიაშვილი და უყვარს სიმართლის თქმა და ეს მხოლოდ ასე ძალიან კარგად შეუძლიათ თეატრს. იმიტომ რომ ამას ემსახურება ახლა მაია გვერდს მიმშვენებს და მაიამაც კარგად იცის, ეს არის დიდი ბედნიერება, როდესაც შენი სპეციალობა გაძლევს იმის შანსს, რომ სიმართლე ილაპარაკო. ასევეა მუსიკაშიც. თუ კი შენ ტყუილს ამბობ, ის მაყურებლამდე არ მიდის. იმიტომ რომ აი სარკესავით არის. საერთოდ ერთი რამე მან ცვიფრებს არ ვიცი. მე სულ ვიცახი, რომ ბევრი ხელისუფლება ვნახე. ბევრი წლის ვარ, რა ვქნა, რა გავაკეთო. და ბევრი ვნახე. მე ესეთი ზიზღი თავის ხალხისადმი, ყველაზე დიდი დანაშაული მათი ეს არის. მათ ძალიან არ უყვართ თავისი ხალხი. და ძალიან ცუდად ექცევა, არა აქვს მნიშვნელობა 100,000-ია, 10,000-ია, ერთი კაციც თუ ყავს და ის არის ძალიან დაჩაგრული და უკმაყოფილო, ის უნდა გაწუხებდეს. ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, რომ მოდის უზარმაზარი სიძულვილი, აი შენივე ხალხის. გახსოვს ახლა თქვენც არ ახართ ახლა ძალიან პატარები, ხო? ეგეთი ხელისუფლება გახსოვს? ვიღაცა ებრძოდა ვიღაცა აკოტრებდა ბიზნესი, გავიგე ყველა, მაგრამ ასე მთლიანად ხალხი არ გიყვარდეს, მე არ მინახია და არ მოგწონდეს. ხო არ შეიძლება რომ არ მოგეწონოს ეს ანთებული, ლამაზი, ნიჭიერი ახალგაზრდები. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ისინი ძალიან მართლები არიან და 2000-იანელები არიან და სხვანაირები არიან და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ აი ეს დაღირაც მე პირადად მაკრო მართალია მე პროტესტის ადამიანი ვარ მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ამას ანგარიში უნდა გაუწიო, ამას აი ამისგან თავისუფლები არიან და იმიტომ არიან ასე ჭკუიდან გადარეულები არიან. და მე მოუწოდებ ყველას, ვისაც რა სპეციალობა აქვს, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, აღარ არის ლაპარაკის დრო. აღარ არის რაღაცა მოლაპარაკებების დრო. ყველამ თავის მაქსიმუმი უნდა აჩვენოს ქუჩაში და ყველამ უნდა იბრძოლოს მშვიდობიანად თავისი სიმართლით გაბრაზებულებმა, მაგრამ არა გაბოროტებულმა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნიკომ გადასარევად იცის რას ნიშნავს პროტესტის მუსიკა, პროტესტის ხელოვნება. როგორ გამოვიყურებით? აი, შენ რო იცი ხომ ეს მსოფლიოს მასშტაბიდან, გადმოსახედიდან. მადლობა მაგდენიც, არ ვიცი, მაგრამ სულ ერთი კარგი ის არის, როგორც შენ ახსენე, რომ როცა რაღაც ესეთი გუშინდელი ღონისძიებასავით, ღონისძიებას სწორედ თქვა, თუ არ ვიცი ხდება, თავიდან გაფიქრებინებს იმაზე, რომ აი ხელოვნება რა არის, ფუნქცია რა, როდის მუშაობს, როდის არ მუშაობს, იმიტომ რომ მეც ხარ რომ ვიზდებოდი სულ როკ მუსიკას უსმენდი და ჩემი აზრი იყო, რომ აი პროტესტი არის მთავარი სოციალური მთავარი ტექსტი და მე აი ბოლო დროს, ბოლო 1 წელია მივხვდი, რომ თქვათ ეგრეც არ არის, იმიტომ რომ არის უამრავი
სიმღერა იქნება თუ ფილმი იქნება თუ სპექტაკლი იქნება, რომელიც თავისი არსით მაინც არც იყო ჩაფიქრებული და უცებ აიტაცეს. უცებ რაც დაემართა მე გადავცურა ზღვას დაუშვი. მე გადავცურა ზღვას კიდე რაღაცა ის არის. მანამდე გაიღიმე რანაირად მოხდა ეს გაიღიმე. უცებ აღმოჩნდა რომ არის აიტაცეს და ხა უმტკიცე შენ რომ არ არის. ხო, აი ბავშვი დამემოწმევიან. ბოლო 4 თუ 5 თვეა ვიძახ სად არის როკი? სად არის პროტესტის? სად არის მაურიანი მუსიკა? ხო. არა, ეგეც იწერება, ბევრი სიმღერა არის, მაგრამ რაღაცა შემდეგ რა გაიდგამს ფესვებს, რა როგორ იქნება? რას აიტაცებენ? ვერ გაიგებ რა, იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი, ანუ მუსიკოსი ხელოვანი აუცილებლად პროტესტის მუსიკას კი არ აკეთებს, მაგრამ ცოტა იმაზე წერ გარშემო რაც გაწუხებს და თუ ეხა ბოლო რაღაც ხანია ზიხარ და შეიძლება ვიღაცა გიყვარს და ეგ გაწუხებს და კი ბატონო, მაგრამ რაღაცა ცოტა ხო იმას გიშვება მე სხვაც გადმოდის ხასიათში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად აქტიური ხარ პოლიტიკურად ან არა ხარ აქტიური. იგივე თქვათ ეს სპექტაკლი მე გადავცურავ ზღვას ხო არ იყო ჩაფიქრებული როგორც რაღაც განცხადება რამე. სხვა შორის 28 ნოემბერს გადიოდა მე ვიყავი მაგ სპექტაკლზე პირველ 28 ნოემბერს და პარალელურად მიდიოდა კობახიძის ის ცნობილი ბრიფინგი, საიდანაც ასე ვთქვათ ეს ახალი ეს პროცესი დაიწყო და ძალიან შესვენება გამოცხადა და შესვენებაზე ყველა ტელეფონში იყო შორდა მე მეორე ნაწილზე შევედი და იქიდან ყველანი წავედით მე რეაქციაზე. კი რა მე არ 28 ნოემბერს გადიოდა მე გადმოვცურავ ზღვას და პარალელურად მიდიოდა კობახიძის ბრიფინგი და როგორც კი დასრულდა ეს რაღაც დამუხტული ხალხი ამ სპექტაკლიდან წავედით ეგრევე რუსთაველზე და ორი ლოკაცია იყო მაშინ ერთი ქართული ოცნების ოფისი და მეორე რუსთაველი, მაგრამ ყველა ძირითადად რუსთაველზე წავიდა. და ახალთეატრ ზოგადად აქვს ასეთი სპექტაკლები, მანიფესტის ტიპის სპექტაკლები აქვს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ნუ ეს ფაქტიურად იგრძნობა მათი დამოკიდებულებაც და შედეგიც ვნახეთ გუშინ როგორც იყო და მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თეატრი შეუერთდება ამ მანიფესტს ისე როგორც ბევრი მსახიობი არის უკვე ამ ხელი უნდა შეუწყოს რომ ეს იყოს გატანილი რეგიონებში. ნიკოს მინდა ვკითხო მე წინასტუმრებსაც დავუსვი ეს შეკითხვა და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი კითხვა არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ 58 დღე არის ამ უწყვეტი პროტესტის ქუჩაში და ამ ხნის განმავლობაში და მანამდეც კიდე, როდესაც ამ პროცესში ხარ ჩართული, არის დღეები, როდესაც პესიმიზმი შემოგერევა ადამიანს და ესეც ალბათ ბუნებრივია, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ ბრძოლაში იყო ესეთი, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერად კანონის ფარგლებში ებრძოდე აი ამ რაღაცნაირ უკანონობას და უსინდისობას და ზოგჯერ არ კონდეს ხოლმე ეს განცდა. და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ბევრი პატარ-პატარა გამარჯვებები მოვიპოვეთ ჩვენ ამ პერიოდში, რომელიც შეიძლება ესე არ ჩანს და არ ხმაურობს, მაგრამ ის გამარჯვებები, რომელიც არსებობს, თუნდაც ის სოლიდარობა, რომელიც დაიბადა ხალხში, სოლიდარობის აქტზე მაქვს მე საუბარი, როგორ დაუდგნენ ადამიანები ერთმანეთს გვერდში, როგორ შეიქმნა თქვათ უამრავი ფონდი, როგორ შეიქმნა რაღაც ადამიანების ესეთი საზოგადოება, რომლებსაც უკვე სქემა აქვთ და ასე ვთქვათ სისტემა აქვთ აწყობილი, როგორ უნდა გააგრძელოთ შემდეგ უკვე არსებობა. ძალიან ბევრი კარგი რამე მოხდა. ისე როგორც ჩატარდა ინაუგურაცია პრეზიდენტის, ეს არ იყო სრულყოფილი სანახაობა, ხო? როგორი შეშინებულებიც არიან ისინი და რაღაცნაირ დისკომფორტს გრძნობენ. პატარ-პატარა გამარჯვებები გვაქვს და რაღაცნაირად მინდა ნიკო რომ შეაფასო აი ეს მთელი აი ეს პროტესტის მთელი ეს პერიოდი და ვისაუბროთ აი ამაზე. მე უფრო ჩემ პირადზე ვილაპარაკებ, ანუ მე ჟურნალისტი ვარ, ჩემი საქმე არის რომ ხო, მაგრამ აი რომ დისტანცირდეთ და როგორ ხედავთ ამ პროცესს. მე ხომ გინდა ეს პროტესტი იყოს, გინდა რამე სხვა იყოს, მაგაზე მარტის აქციების დროს ფიქრობდი და ერთი რაღაცა ჩემთვის დავასკვენი, რომ რაღაცას როცა აკეთებ, აი ოპტიმიზმზე და პესიმიზმზე როცა არ ლაპარაკე, ხშირად საბოლოო მიზანს იმ ხელმომშრომლობა არ აქვს, როგორც იმას, რომ რაღაცა გაქვს გასაკეთებელი და შენი საქმეა და შენ უნდა პროცესი. პროცესი, ანუ ის მე რა მოხდება, მე ვერ გამსავს მაგას, არ არის ჩემს შესაძლებლობებს მიღმა. რაც შენ შესაძლებლობებშია, რომ თქვა რაღაცა საქმე მაქვს საღამოს გასაკეთებელი ან დილას მაქვს გასაკეთებელი, მივიდე და ის გავაკეთო. რა არის ჩემი გასაკეთებელი, მე თვითონ წვეთ და რაღაც ხვდები გარშემო იმის მიხედვით რა. შევთანხმდეთ იმაზე, რომ გჭირდება ადამიანების ჯგუფი, ან რაღაცა გჭირდება, რომელიც უკვე იფიქრებს ძალიან სერიოზულად რა უნდა გაკეთდეს. მე ამის დეფიციტს ვგრძნობ. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ. ამას ჭირდება. მე ასე მგონია. რას გულისხმობ ამაში? იცი რა, უფრო გეგმაზომიერად მიზნისკენ წასვლა. ანუ კონსტრუქციულობა, თანმიმდევრულობა უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ ესე ქაოტურად არ ხდება. ქაოტურად
აქამდე მოვედით. 58 დღეა. ვერავინ ვერ დამარწმუნებდა, რომ ეს ესე მოხდებოდა. მოვედით. კარგად, თან ძალიან ჯამრთელად, რაც მთავარია, ესეთი ჯანსაღი პროტესტია და მშვიდობიანი აბსოლუტურად, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გადავიდეს, სანდრო აგერ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, როგორც მე ვიცახე, ეს აუცილებლად უნდა გადავიდეს სხვა ფაზაში. როგორ ხედავთ ამ ფაზას? რა ფაზაში უნდა გადავიდეთ? რა ფაზაში ვართ ახლა? ერთი რაც მიკვირს ხოლმე, როცა თქვა აქციაზე გასაშუქებლად მივდივარ, რამდენიმე დღის წინ 51-14 დღე თუ რაღაცა 4 შაბათი საღამო ძალიან არაფერი არ ხდებოდა იმ დღეს და არც თითქოს ხალხი არ არის აქციაზე, მაგრამ როდი ხარ მე ვფიქრობ, რა თქვია, არ არის 1-2000 კაცი არის. ხო, და ეს არა. სიცივეში 11 საათზე არ დგანან უბრალოდ და იშლებიან, როცა რავი შარშანწინ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ მაგხელა ეს გაეკეთებინო, ერთი კვირა ესე იქნებოდნენ, რომ ყოჩაღ რა კაი რაღაცა გავაკეთეთ. როცა არის რეალურად მაგ 4 შაბათი თუ 5 შაბათი, როცა არც არაფერი მარში იყო და არაფერი არ მომხდარა და იქ პარლამენტის წინ გადაკეტილია, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურად, მე რომ ბევრი ხალხია გადასაკეთებელი. ხო, მაგრამ ვერ გვხედავენ გამოდის, თუ რა არის? არანაირი რეაქცია არ მოდის. არა, რეაქცია ეს არის სწორედ მათი ბრძოლა, რომ აბსოლუტური იგნორი გაგიკეთონ და არ დაგინახონ და არ არსებობ. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და ამითი უნდათ რომ გამოიყვანონ საზოგადოება მდგომარეობიდან და რაღაცნაირი აგრესიაში გადავიდეს ეს ყველაფერი ამას იღებენ, რომელიც არ გამოდის. ქალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რადგანაც თქვენი კოლეგა არის, აუცილებლად მინდა გკითხოთ მის გარშემო განვითარებული მოვლენები და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ისეთ ბრალდებებს, ასე ვთქვათ, ანონსებენ, რომ მე მაგალითად ეს ასევე გიორგი ოკნაშვილის დასკვნითი იმედი ნაკლებად მაქვს, რომ რამე შეიძლება სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ანუ ახლა მზიაზე და მთლიანად ბათუმელების კოლექტივზე ყველა ვინც აქ მუშაობ, ვიცით, რომ ერთ-ერთი შუქურა იყო ყოველთვის ჟურნალისტიკის ბრილიანტები, რაღაცა ზოგი მეგობარია, ზოგ შორიდან იცნობ და სულაც წარმოუდგენელი რამეა, რაც მათ თავს ხდება რისი გულისთვის, როგორ რანაირად და ეგეც ის არის, რასაც მივეჩვიეთ, რომ ყოველდღე უსამართლობა ხდება, რომელიც უსამართლობა არის არა ვთქვათ ვიღაც ოპოზიციონერის გაგებით ან აქციის მონაწილეს, არამედ რომ რავი, ადამიანს რომ დაიჭერდა ურტყამენ მე პოლიციაში, როდის შეიძლება ეგავისთვის არის მისაღები. ხო და რა გავაკეთოთ? ხო, არ ვიცი რა გავაკეთოთ, ეგ ძალიან რთულია, სწორედ ამას იმიტომ რომ არ დათმობენ ეგ არ ვიცი რა არ უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცი რა არ უნდა გავჩერდეთ. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგის გეგმაზომიერ გათვლას და ასე ვთქვათ პროგნოზს ვერავინ ვერ იტყვის, თუ რამდენი ხანი დაგჭირდება, არ გაჩერებ, რამდენი ხანს არ უნდა გავჩერდეთ, მთავარია რომ არ გავჩერდეთ, შიდა და გარე წნეხი არის ყველაზე მთავარი ჩვენი იარაღი, ჩვენი რაოდენობა და ჩვენი კონსოლიდაცია ერთი მიზნის გარშემო. ეს გვაქვს და მთავარია უბრალოდ ნერვების ომია რეალურად რაღაცა და რესურსების და ჩვენ მხარეს უფრო მეტი ნერვების და რესურსების და უფრო მეტი мотиваცია არის რომ ვიყოთ იქ სადაც ვართ და ეხლა იქ თუ ვიღაცას სავსებით ვალიდურად შეიძლება მოუნდეს ის რომ რაღაცნაირად გაიწეროს და სტრუქტურა მიეცეს ამ ყველაფერს მე ეს პროცესი თავის მთავარ ფუნდამენტს კარგავს რაც არის ჰორიზონტალურად გაკეთებული და ქაოტურად მათ შორის მაგაში გეთანხმები აბსოლუტურად მაგას თავის პლუსებიც აქვს და თავის მინუსებიც აქვს ხო მაგრამ როდემ გავიგე მაგრამ ამის სტრუქტურიზება და რაღაც ვერტიკალში მოქცევა ძალიან გართულდება და არც იქნება სწორად და მე ვფიქრობ რომ პროტესტსაც დააზიანებს და ამის მცდელობას ვინც შეეცდება ისიც ძალიან დაზიანდება და მე ვფიქრობ რეალ პროცესს დააზიანებს. ამიტომ უნდა მივყვეთ იმას როგორც არის რეალურად და შიდა და გარე წნეხით შეუძლებელია რომ ეს რაღაცა დიდხანს გაგრძელდეს, ანუ რაღაც წლები რო გაგრძელდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ყველა რესურსი ამოწურვადია და იმ ადამიანსაც თავის რესურსი აქვს და საკუთარი უსაფრთხოება და ბევრი რაღაც ანაღლებს მათ შორის და ამაში ჩვენი პარტნიორებიც გვეხმარებიან და ჩვენც არ ვაკლებთ ასე ვთქვათ ერთ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს რაც ამბავი მე მგონი ხელოვნებას რომ მოვუბრუნოთ, ხელოვნებისთვის ნოყიერი ნიადაგია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთოდ. იგივე მე გადაცურავს ეს მანამდე ნანახი და ეხა ნანახი გუში რაც აბსოლუტურად სხვანაირად. სხვა რა მაგრამ ბილეთები არ იშოვებოდა და გიდა ყველაფერი, მაგრამ როგორც ხდება ხა მუხტის მხრივ რომ უყურებ უბრალოდ სხვადასხვა სპექტაკლებია, იმიტომ რომ ეს არის აი ეხა რაც ხდება, რატო არის მნიშვნელოვანი თან, რატო რამდენი ხელოვანი აქვს ჩართული, რომ მაგასაც ვფიქრობდი რომ ძალიან რთულია რომ იყო კარგი ხელოვანი ან საერთოდ ხელოვანი და არსებულ წესრიგს რაც არ უნდა იყოს უჭერდე მხარს.
გადამხარდა მხარს. სიმღერას დაწერა რა კარგად ცხოვრობ, რატო არ არსებობს ეგეთი რაღაცა უნდა გაწუხებდეს გინდა და ხშირად არის ხოლმე აი მარტო ამ ხელისუფლებას არა წინასაც ქონდა ეს სურვილი რომ რატო არ იწერება რომ რა კარგები ვართ ქართველები ეგ სიმღერა და რატო არ გადავიღებთ ფილმს რომ ჩვენი რაღაცა ის წარსული ეხლა გადაღებული არის და თან მე მაგალითები მოყავთ თქვა საქართველოს დაწერილი ლექსების რომელიც თავის დროს არ იყო ქართველები რა კარგი ვართ ლექსი იყო საპროტესტო ლექსი იმიტომ რომ მაშინ რომ აი ჩემი ქვეყანა მიყვარს არსებული ხელისუფლების გამყარება კი არ იყო პირიქით ბრძოლა რაღაცის მტკიცება რომ მაშინაც ძალიან ისეთი კომპოზიტორები ყავდნენ რომელიც აი გადიოდნენ რაღაცა ზღვარზე და აბსოლუტურად შეგეძლო ერთი და იგივე ლექსი ჩაგეთვალა რომ იმათია მაგრამ იყო სხვა და აი ამან მოგვიყვანა აქამდე ალბათ იმიტომ რომ იცი რა თან იცი რა მომწონს რომ დოიმ როდესაც დაიწყო ეს იდეა დაებადა რომ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა ჩემთვის იყო ძალიან საშიში მომენტი ძალიან საშიში იმიტომ რომ ირაკლის აი ტურშიც გაგვიკეთებია მაგრამ ეს მუხტი თან არტისტებისგან რომლებიც არ არიან მომღერლები ჩემთვის გაუკეთებელი შეძლო აი აბსოლუტურად მივედი და აი თან არც რეპეტიციაზე შემიშვა არაფერი და პირდაპირ სპექტაკლზე მივედი და გავცვიფრი რომ თავარი დატოვეს აი ეს ირაკლის მუხტი მაგრამ იმ წუთში ის იყო ჩვეულებრივი ძალიან კარგი სპექტაკლი ეხლა ირაკლი თავისი ამ სპექტაკლით არის დღევანდელი დღე ყოველი სიტყვა ეხლა ვეუბნეოდი ნეტა ეხლა ირაკლი რო ცოცხალი იყოს ნუ ალბათ ასევე იქნებოდა მაგრამ აი ეს დაგვიტოვა ასე დაგვიტოვეს ბევრმა კომპოზიტორებმა ბევრმა პოეტებმა დაგვიტოვეს ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად მოსაგებია ეს ომი ხშირად მე გადავცურავ ზღვას გადმოცურავ ზღვას იდეაში არც საპროტესტო არც არაფერს რა ალბათ სიყვარულზეა ვერ გაიგებ ფრაზე უფრო იმედზეა რომ აი რაღაცა ყველაფერს ვიზამ და მე აი კონტექსტში როცა იქ დგეს მე სპანერად დაგმოძღლავს იმიტომ რომ უცებ როგორც მოვიტანა ისე რაღაცა კონცერტს რო ადგენ თავარია იმ დღეს შენ რა სიმღერას ამღერებ იმ ადამიანს ვინც დგას ხო და ხელოვან ადამიანებს ესე ვამბობთ ხოლმე რომ რაღაცა კიდობანი აქვთ რომელიც აი ამ სირთულეებს რომელსაც იმახსოვრებენ ამ გამოცდილებას ამ კიდობანში ყრიან და მე ეს რო იხსნება ეს კიდობანი იქიდან მოდის მე ახალი იდეები ახალი დრამატურგია ახალი კინო ახალი მუსიკა და მე დარწმუნებული ვარ რომ გაიხსნება ეს კიდობანი იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაუგროვდა განსაკუთრებას და განსაკუთრებით ალბათ ხელოვან ადამიანებს იმიტომ რომ ის რაც ჩვენ კულტურას გაუკეთეს რომელიც მოაქციეს რაღაცა ჩარჩოებში და უთხრეს როგორ უნდა მოიქცეს ამას ვერ იტანს ადამიანი ხელოვანი რომელიც თავისუფალი ხარ და პირველ შეზღუდვაზეც კი გიჩდება პროტესტის შეგრძნება მით უმეტეს ეს უკვე წლები რო გაგრძელდა მაგარი გამოდგა თეატრალურკიანიც მაგარი ცენზორი არის მაგრა იმუშავა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ კარგად იმუშავა იმიტომ რომ გამოაცოცხლა ნამდვილად კარგად იმუშავა ჩვენ თვითონ ვერაფერი დააცენზურა ყალებში რა თქმა უნდა მაგრამ გააბრაზა მაგრამ ეხლა საოცარი ჩიხი აქვს იმიტომ რომ ამ ადამიანების გაჩერება ძალიან რთულია. შეუძლებელია. იმიტომ რომ იცი რა, ჩვენ სასამართლოებზეც დავდიოდით. ეს 12 წელი ჩვენთვის სულ ვიძახე, სულ მგონია რომ ნახვამდის ბოლოჯერ მხედავთ. ასე ცხოვრობთ 12 წელიწადი, მგონია რომ აღარ იქნება მერე ეთერის სულ ნახვამდისზე ვარ გამზადებული. რომ დაგხურეს, ასე მოვდივარ. ამ ეს ბავშვები რომ შევიდნენ სასამართლოს რომ დაიწყეს სასამართლოში სიარული, აღმოაჩინეს, რომ შავზე, თეთრზე ეუბნებიან და არც არავინ არ იმართლებს თავს. არა, აი პირდაპირ მინდა და გიკეთებ, მინდა და ჩაგსვავ. აი სულ მინდაზე და გამოვიდნენ წყობილებიდან. ხო ჩვენ რაღაცა დასასრულისკენ მივდივარ და ნიკოს მინდა ბოლოს ვკითხო რაღაცნაირად მოკლედ, აი როგორც ერთი რიგითი ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობ, რა არის მთავარი, ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა გაუშვათ ხელიდან აი ამ ბრძოლაში, ამ პროტესტში? ეგ არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც ყველა ჩვენ თავს უსვამთ და სხვადასხვა პასუხები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის მაინც ის არის, რომ
ხან ფიქრობ ხოლმე რომ რა იქნება მომავალში კარგად დამთავრდება, ცუდად დამთავრდება და მე ხვდები რომ არაფერი ხო არ დამთავრდება, ანუ რაღაც ყველა ელის რომ გვეშველება რამეს მომენტი დადგება, რომ აი ერთი კონკრეტული თარიღი იქნება, როცა ან ცუდად იქნება, ან კარგად იქნება და მე სხვა რაღაცა მოხდება და რაც ვიცხოვრია ერთ რაღაცას ხვდები რომ ეგ არ ხდება არასდროს. სულ არის პატარა გამარჯვებები, პატარა დამარცხებები და ეგ არ ცulis იმ ფაქტს, რომ რაც შენი გასაკეთებელია ადამიანის როგორც მოქალაქის, როგორც ხელოვანის, როგორც ჟურნალისტის, რაც საქმე გაქვს ადამიანს, იმას აკეთებ ყოველ დღე და რაღაც ცოტა ისე მე მგონია რომ თავარია არ დავნებდეთ. ძალიან დიდი მადლობა. არ დავნებდეთ და ყველამ ჩვენი საქმით შევიტანოთ წვლილი და ყველაზე მთავარია რომ საკუთარ სინდისთან იყო მართალი და ისე აკეთო ეს საქმე და მაშინ მგონია რომ ესე ვიტყოდი, ჩემ ერთ-ერთ საყვარელ მულტფილმში არ ვიცი იცით თუ რიკ ენდ მორტი არის ეგეთი იქ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოში და თუ კარგად არ არის ესე იგი ბოლო არ არის ამიტომ აი ზუსტად მაგ პროცესში ვიმყოფებით ეხლა ეხლა კარგად არაფერი არის შესაბამისად არაფერი ბოლოსკენ არ არის ბოლოში ყველაფერი კარგად ბოდიში რომ დღეში 1 საათი ადამიანმა თავისთვის თუ არ გამოყო და 1 წამით თუ არ დაავიწყდა რუსთაველზე რა ხდება, ამერიკაში რა ხდება. თავისას არ კითხა რა ხდება, რა ანუ აი ცოტა ხანი დაჯექი ყავდალი წიგნი წაიგდა, ყველა სჭირდება ეგა 9 საათი, 1 საათი, როცა არც აქტიური მოქალაქე ხარ, არც არაფერი არ ხარ, აი დაისვენებ და მე გავაგზავნე რაც გინდა ქნა. თავს თუ არ მიხედე, არ შეიძლება ძილ. მე ვამბობდი სხვათა შორის ერთ-ერთ სპექტაკლში, სადაც რაღაცა ტრაგედია ტრიალებს და ესეთი ფრაზა მქონდა რომ მოვდუნდი ჩემი შიგნეულობის ხმას რომ ავყოლოდი და გამეგო რა ხდება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ თავს დაუსვა შეკითხვა. გაანალიზო და თავიდან დაიწყო ეს. ამიტომ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა რა ხდება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებს. მადლობა გისურვებთ, დაგემშვიდობებით. ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა დღეს გიორგი ოკმელაშვილის პროცესი არის, დასკვნითი პროცესი არის. თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს, ყველა რეჟიმის ტყვეს, ჩვენი მხარდაჭერა და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება, იმიტომ რომ ისინი იქ ყველაზე გამბედავი და მამაცების ხედან ახლა საფყობილეში და ისინი აუცილებლად ძალიან მალე გარეთ იქნებიან. თავისუფლება ჩვენს რეჟიმის ასე ვთქვათ ტყვეებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, დაგემშვიდობებით. შევხვდებით რუსთაველზე და ორშაბათამდე.